Დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და მომდევნო 1 საათის განმავლობაში მოგისმენთ თქვენ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს ღია ეთერში ნომერზე 557 88 55 88 უკვე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო თემა. კითხვა კი ასეთია: გჯერათ თუ არა ხელისუფლების, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი. სამთავრობო მედია აქვეყნებს სხვადასხვა კვლევის შედეგებს, ამბობენ რომ ეს საერთაშორისო კვლევის შედეგებია და ისინი მიაწერენ ამ მონაცემებს ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევას. ამ კვლევის მიხედვით საქართველოს ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელსაც აქვეყნებს ტელეკომპანია იმედი, ცხოვრების დონის გაუმჯობესებით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. გჯერათ თუ არა, რომ ბედნიერების ინდექსით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა, ანუ ყველაზე ერთ-ერთი ბედნიერი ერი ვართ ჩვენ. გჯერათ თუ არა, რომ რეგიონში და აგრეთვე ევროპაში ყველაზე მზარდი და კარგი ეკონომიკა გვაქვს და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში ვართ თუ არა. რა იქნება თქვენი პასუხი ჩვენი მაყურებლების და რადიო მსმენელების? ჩვენ ხშირად ვცდილობთ ხოლმე გადავამოწმოთ, რას ფიქრობს საზოგადოება მთავრობის განცხადებებზე. და რეალურია თუ არა ის, რასაც ხშირად ჩვენ გვეუბნებიან სამთავრობო მედიით, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები. პირველი ზარია გადაცემაში. მოგესალმებით. გამარჯობა. Ai, ღმერთუჩემო, შეიძლება ჭკუაზე გადავიდეს ადრე. შეიძლება ამდენი ტყუილები არ ხვენია. როგორ, ესე იგი, ან დააჩუგეს ხალხი და გონიათ რომ დაუჯერებენ, რა ეკონომიკა არის ეკონომიკა. მე პენსიონერებს მინდა ვიმართო, ხალხო, რამ დაგაჩლუნგათ? თქვენი წლიური შემოსავალი, წლიური არის დაახლოებით 5000 ლარამდე. მაგათი წლიური შემოსავალი არის 15000 და ალბათ კიდე ზელი. ხალხო, გამოფხიზდეთ, ერთხელ მაინც ამოიღეთ ხმა, გამოდით, მოითხოვეთ. რასაკურელია დაჩუნგებულებს რომ ხედავთ, რასაც უნდა იმას ილაპარაკა, საბარა, სამართლინოა, ნუ თუ ვერ ხვდებით. არ ვიცი მე არ ვიცი რა თქვა. შეიძლება ასეთი ტყუილი, ასეთი უსტინდისობა შეიძლება, რასაც თავრობა კადრულობს. არ სხვენიათ. მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო 557 88 55 88. დიდი პატივისცემით მინდა ვთქვა რომ როდესაც ქვეყანაში პენსია 350 ლარია, როგორ შეიძლება ასეთი პენსიონერი იყოს ბედნიერი. ან თუ კი ბედნიერების ინდექსით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ვართ, მაშინ ჩვენი ქართველი გოგოები და ბიჭები, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლები, რატომ გარბიან ქვეყნიდან და ემიგრაციაში მიდიან? ბედნიერებას გაურბიან ნუ თუ. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა ილია შვილო, დენაჩარი ჩემო შვილო. აი ასეთი თემები რო არის რეკავ აი როგორ არ უნდა დავრეკო. ეს ჩვენი უსურცხილო მთავრობას ასწენია. თუ ასეთი ეკონომიკური ზრდა გაქვს, ჩვენ პენსიონერები რატომ შიმშილობთ ჩვენ? ჩვენ არ ვართ ღირსები რომ პენსია კონდეს ნორმალური. მე ხო არ გეუბნებით და ჩვენ ხო პენსიონერები არ გეუბნებით რომ 10000 მოგვეცით. არ ხვენია პენსიონერს აშიმშილებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. სიცხილი არა გაქვს და კიდე გამარჯვებისკენ ლაპარაკობთ. ჩვენ ჩლუნგები ვართ, დებილები ვართ, შტერები ვართ. არა, ძალიან ბრძენები ხართ თქვენ პენსიონერებს მიუმართავ. ექებს ნუ გაგვიზიან და ეთი ბანკებს ნუ ჩამოგვიგვატერენ, ეთი ვალები ვისაც აგვაქვს. აი სექტემბრის წელში უნდა მოვიწმინოთ. აბა რომელი პენსიონერი მისცემს ხმას? და მე კიდევ შვილო ილია ერთი სათხოვი მაქვს. და მოვიხმეთ ამ პენსიონერებს შეადგინეთ, გამოგვიყვანეთ. ნახე სოციალურ თემებზე რა ხელას აწყევენ მე თავზე რომ დაამყოფენ პენსიონერები და გაღარიბებული მოსახლეობა. ვიღაცა მოთავე დაგვიდექი შვილო პატრიოტ ალიანსი. თქვენ ხო გამარჯობა გინდათ, რატო არ ვიდგებით თავში
მოსახლეობას. მე მესმის რომ ნაციონალები თავიანთ თავზე მიიწერენ, მესმის რომ არხის გამოსვლა, მაგრამ ჩვენი შეხედვით შევკრიბეთ რომ ნაციონალებთან საერთოდ არ აქვს კავშირი და მათ სატელიტებთან. ძალიან აქვს ხოჩილო თქვენ პარტიას. გადავცემ პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობას. კი ბატონო, გავიგე თქვენი სათქმელი ქალბატონო. ჩვენ რა თქმა უნდა ობიექტივის წამყვანები, ობიექტივის არხი და ჩვენი გუნდის წარმომადგენლები მთლიანობაში ბევრს საუბრობთ ამაზე და ბევრ ზეწოლას ვახდენთ ხელისუფლებაზე შეიძლება ითქვას და ამიტომაც უკანაც გვიბრუნდება სხვათა შორის ბევრი ზეწოლა და ბევრი წინააღმდეგობაა ჩვენს მიმართ სწორედ ამის გამო რომ ერთადერთი ინტერაქტიული და შეიძლება ღიად ითქვას რომ სახალხო ტელევიზიაა ობიექტივი სადაც თითქმის ყველა გადაცემაში შეუძლია ადამიანს აიღოს ტელეფონი დარეკოს და თავისი ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას 557-88-55-88 ვინც ახლა შემოგვიერთდა მათთვის გავიმეორებ ჩვენს შეკითხვას დღევანდელ ინტერაქტივში გჯერათ თუ არა ხელისუფლების რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა არა მხოლოდ რეგიონში არამედ ევროპაში ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 19 აგვისტოს გააკეთა რას ფიქრობთ აგრეთვე სამთავრობო მედიით გავრცელებული ინფორმაციაზე რომლის თანახმად ბედნიერების გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია საქართველო და კიდევ ერთი მაჩვენებელი რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია გჯერათ თუ არა ეს ყველაფერი გისმენთ მისმენთ გეირია გამარჯობა ქალბატონო თქვენ გისმენთ დასავლეთიდან გირეკავ გეირია გენაცვალე ძალიან მიყვარხა და ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. მიიღეთ ჩემგან დიდი პატივისცემა. დიახ. ახლა თვითა გამომსვლელმა როცა ჩუნგები არა ვარ პენსიონერები, ნამდვილად პენსიონერი ვარ მე. რა თქმა უნდა არა ხარ. არ მიმაჩნია მართლმულად მაგრამ იმ ქალბატონმა არ იგულისხმა რომ თავის ხოძიას ვიცი ჩვენ. უნდა შეიცვალოს. ამაგან ეს ეს ხალხი პენსიონერები კი არ ნებისმიერი თქვენ მყოფელი. მე არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს ნამდვილად. თავარია რომ თქვენმა პარტიამ გაიმართოს და მხარი დაუჭიროს ამათ იმ პენსიონერმა გიახო ნორმალურმა ადამიანებმა ყველა. დიახ. ესა ჩემი სიტუაცია. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. აი გაირკვა ყოველ შემთხვევაში ამას გვაჯერებს სამთავრობო მედია რომ სოფლიოს საუკეთესო ათეულში ვართ ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესებით. ანუ ჩვენთან ისეთი ბედნიერება სუფევს რომ ათეულში ვართ მსოფლიო დონის. აი რა ასეთყოდით ამაზე? ილია ჩემოგარგო. შვილო, გამოგიცხვა ჩაატარონ ერთი რა გამოგიცხები ჩაატარონ და ხალხი წინაშე გამოვიდეს ეს მთავრობა და მოგიწვიო ჩვენ პენსიონერები და ვისაც შეღარიბის ღმერთები სხვას არიან ხალხი წინ. და პასუხს გავცემთ იმას ჩვენ. მაგრამ არჩევნები რეკინდა გამათ ხალხი მეტი არაფერს რომ ხედავს ამას. დიახ. მადლობა თქვენ ქალბატონო ზარისთვის. ცხოვრების დონის გაუმჯობესებით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია გვეუბნება სახელისუფლებო მედია. ხოლო პრემიერ-მინისტრმა 19 აგვისტოს განაცხადა რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი პირველ ადგილზეა საქართველოს ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. გჯერათ თუ არა ეს, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? გისმენთ? ილია გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. იცით რა არის აი სპორტად პილოტი არის, პატიმალი არის, აი არ ვთქვით ვერ პოულობ, ესენი არიან პირველ ადგილზე კი არ ვარ სოფლიოს გალაქტიკაში ვარ პირველ ადგილზე გალაქტიკაში. ესენი არ ვიცი აი ესენი გარეთები არიან, არ მინდა თვითონ ვიყავ, მაგრამ აი ყველანაირი კრიზისი დაკარგულია, რაც ბოდავენ, რა ფიქრობენ, ხალხი გავიდნენ და დაილაბა, რაც ბოდავენ. მის სუპერმარკეტში ვიყავ, არ დავასახელებ ეს სუპერმარკეტში 54 გრამის ფიომის ფილე 10 ლარი და 40 ლატექსი. აი საგიჟეთია ქვეყანა, იმიტომაც გავდით აქ მიგაწერდება ილია შემოყარდო. დიახ. თუ კი ასეთი ბედნიერი ვართ, ამ ბედნიერებას გაურბიან ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში რომ ძიმე შრომაში არიან და მაგაზე მეცნიერება აი ცერგა გულანებელი რეგულარიდან საქართველოს მაგათა ეს იმედი ადრე იყო ნაციონალების დროს რუსთავი პროპაგანდისტი არხი ეხლა არის იმედი და ის როზის იქ კიდე რამის კიდევ რამდენი კი ბატონო
არ ვიცი ანუ თუ ესე გაგზავნა ქართველები აღარ იცოდებიან ერთ-ერთი შემელებობარი მეუბნება ახლა ფიქრობ მუშტა მოგვეხმაროთ ობიექტზე და მუშტა არ არის. მადლობა თქვენს არისთვის, გასაგებია თქვენი შეხედულება. შეგახსენებთ, რომ სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რაც თითქოს საერთაშორისო კვლევებს ეყრდნობა საქართველოს ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო 10-ულშია, ხოლო ცხოვრების დონის გაუმჯობესებით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო 5-ულში ყოფილა თურმე. თქვენ გჯერათ თუ არა ამის, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? ალბათ ბედნიერია ის ხალხი, ვისაც თვეში აქვს 15-20,000 ლარი ხელფასი და მთავრობაში მუშაობს. გარდა ამისა კიდევ ისეთი გაქექილია, რომ სხვა შემოსავლის წყაროები აქვს. მთელი ოჯახის წევრები სხვადასხვა სამსახურებში გაფორმებული ყავთ. ძვირადღირებულ სასახლეებს ფლობენ. ყველა სეზონზე უცხოეთში ისვენებენ და ესე ბედნიერად გრძნობენ ალბათ თავს ეს გაბატონებული ფეოდალური ელიტა. სამთავრობო ელიტა და ბიზნეს ელიტაც, რომელიც მათთან კარგად არის დაახლოებული, ეს ხალხი ალბათ ნამდვილად ბედნიერია, მათი ცხოვრების გაუმჯობესება კი, ალბათ არის მსოფლიო 5-ულში კი არა, მსოფლიოს პირველ ადგილზეც კი იქნებიან. ისეთი საოცრება ხდება აქ ამ ქვეყანაში. ამ დროს ფასები ყოველდღე იზრდება, გადასახადები ყოველდღე იზრდება, საბანკო პროცენტები იზრდება, ქართველები უცხოეთში გარბიან, დემოგრაფიული კუთხით საგანგაშო ვითარება გვაქვს, ქართული მიწები უცხოელებზე იყიდება, მიგრანტებით გაივსო საქართველო. რამდენი ერთი პრობლემა გვაქვს ჩვენ აქ და ბედნიერებისთვის ვის ცხელა დღეს გადარჩენისთვის იბრძვის ჩვეულებრივი ქართველი. ზარია, გამარჯობა. კაინოდით. დიახ. ესე იგი, არ დასაჯერებელია, არ გასაკვირია ეს ყველაფერი. იმდენ ესენი არიან კაპიტალისტები, მაგათაც ექსპერტია მათ თავისი მდგომარეობა, თავისი კაპიტალი, თავისი თანამდებობები და გარანტირება. ეს გასაგებია. ეს ისინი ასაკეთებენ, მაგრამ ჩვენაც ვაკეთებთ ახლა, ვინც ფიქრობს, რომ ეროვნული ძალებია მოსახლეობის ხელისუფლებაში და სამშობლოზე ხართ და ეროვნული. აი ეს კატეგორია ხალხი ვერაფერია. ეს უბრალოდ მეტი პარტია როა რითიც არის. აშენ ვერ გაერთიანო. ბატონო ჩემო, კარგად მომისმინეთ, ეხლა უკვე დღეს არანაირი გაერთიანება აღარ მოხდება ამ საარჩევნო. ამიტომ ყოველგვარი პირობების დაყენების გარეშე, თუ თქვენ გულით უდგახართ ეროვნულ ძალებს, მაშინ უნდა მიხვიდეთ და შემოხაზოთ ეს პატრიოტული გაერთიანება, რაც უკვე შემდგარია. შემოხაზავ, მაგრამ ხოლმე ვიცით რომ ვერ გაიმარჯვებენ. იმიტომ ეს ძალა მაშინ ძლიერი ოპოზიციის ბერკეტი მიუცეთ, ხომ? თუ ვერ გაიმარჯვებენ და არ აქვთ იმის ფინანსები, რომ გაიმარჯვონ და ხალხს მიწვდნენ პროგრამა მიაწვდინონ. მაშინ მივცეთ ვინც ვისთანაც მიდის ამ ხალხის ხმა ისეთი ძალა რომ კარგი ოპოზიცია იყვნენ. არა, ეგ გასაგებია, საქმელათებია, მე ყველა არჩევნებზე ეროვნულ ძალებს ვაძლევ, ხანალტიფოს და პატრიოტარიანს და ყველა ვინც ეროვნულ იდეოლოგიაზე, მაგრამ ვერ იმარჯვებენ, იმიტომ რომ ძალათ არ არ გინდათ ეს პირობები და ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების წინ ჯობია ერთმანეთი შევაგულიანოთ, გავამხნევოთ. ნიჰილიზმის დათესვა კარგს არაფერს არ მოგვიტანს, ერთი თვე დარჩა. კი, გეთანხმებით ვიმსჯელოთ. გაიმარჯვეთ ქართული ოცნება, ხო ყონა ვიცით რა გაკეთე. და ეს είναι քանի ბრალია, აი პატრიოტები ვინცაც თქვით თავები და ყველა თავის პარტია ორგანიზაციები და როგორ შედახდით ერთი ძლიერ პარტია ჩამოყალიბა, მაგათ ბრალი იქნება. გინდა თასაბრალი ისინი კაპიტალისტები მადლობა გასაგებია, მსჯელობა საინტერესოა ყოველთვის რა თქმა უნდა, მაგრამ ნიჰილიზმის დათესვა და მსჯელობა ერთმანეთში არ უნდა შეგვეშალოს. ჩვენ პატრიოტთა ალიანსთან ერთად გაერთიანებაში იმყოფება უამრავი ორგანიზაცია და პარტია. და მოდით მათზე ისაუბრეთ, ვისი გაერთიანებაც მოხერხდა, ვისაც უნდა გაერთიანება საერთოდ, ისინი გაერთიანდნენ ამ პატრიოტთა ალიანსში და ერთად არიან და ერთად იბრძვიან. და მოდით მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს, გავამხნევოთ ერთმანეთი და ახლა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ნუ დავიწყებთ, რომ მაინც არაფერს აზრი არ აქვს, მაინც ოცნება მოიგებს. ოცნებაც ასე ამბობს თვითონ, მაინც ჩვენ მოვიგებთო და თუ ყველაფერი ასეა, თუ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, რაღაცომ ვატარებთ ამ არჩევნებს საერთოდ? რატომ ხარჯავთ სახელმწიფო ბიუჯეტს ამ არჩევნებში? პირდაპირ გორბის კვლევების საფუძველზე გამოვაცხადოთ, რომ პირველი ნომერი ეს არის, მეორე ეს არის, მესამე ეს არის და დავამთავროთ ამით. ნუ დავხარჯავთ ზედმეტ სახელმწიფო ფინანსებს. მაგრამ არა, თუ კი საზოგადოება ყველანი ერთად მივივალთ არჩევნებზე და გავაკეთებთ იმ სწორ არჩევანს, მაშინ ძალა გვექნება. ერთიანად გვექნება ძალა.
ყველა არჩევნებზე დადის თითქმის ნახევარი ჩვენი საზოგადოებისა არჩევნებზე და თუ მივა 90%, 80% რაღაც შეიცვლება. ზარია გისმენთ? მოგესალმებით, ჩილია. მოგესალმებით, ქალბატონო. არჩევნებზე რომ უნდა მივიდეს ხალხი, ეს ფაქტია. სოფლიოს ყველა ქვეყანაში ეგრე ხდება, რომ იძახიან ევროპაში მივდივარ და გარბიან ევროპაში და კი მაგრამ სადნახეს რომ არჩევნებში არ იღებს ხალხი მონაწილეობას. უნდა მიხვიდე არჩევნებში და დააფიქსირო შენი აზრი. მაგრამ მე ვადანაშაულებ ყველა პარტიას, თვითონ პარტიებმა დათესეს ხალხში ნიჰილიზმი, გააყალბებენ მაინც არაფერი არ იქნება, აი ეგ არის ყველაფერი პარტიის ბრალი, რომ ამდენი ხანია ხალხს ჩაჩინებენ, მაინც გააყალბებენ და მაინც არაფერი არავინ არაფერს არ აყალბებს, გადასარევად იცის ყველამ, რომ თესკო საიძედებს ყველა უბნის მონაცემები, არაფერი არ გაყალბებულა და აყოლილია ეს ხალხი ამ უცხოეთიდან დაფინანსებული გრანტიჭამიების ინგეს. ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ, იციან, რომ ნოლი აქვს რეიტინგი და გაიშიფრებიან და ნახავენ, რომ ხალხი არ აძლევს ხმას. აი ხა გახარიას პარტია რო იძახის, არის ხა გავიმარჯვებო. უბნერზე დამთავრდა. ქალბატონო, მოდით დღევანდელ თემას არ ავწდეთ. ძალიან ჩვენ კითხვა გვაქვს კონკრეტული და ამ კითხვაზე რას გვიპასუხებდით? რა რომ გჯერათ თუ არა საქართველოს ეკონომიკური ზრდით ევროპაში და რეგიონში პირველ ადგილზეა, ცხოვრების დონის გაუმჯობესებით მსოფლიო ხუთეულში ვართ და ბედნიერების ინდექსით მსოფლიო ათეულში. იცით რა არის? არც ერთ ქვეყანაში ყველა მილიარდერი და მილიონერი არ არის. ნელ-ნელა ვითარდება რაღაცა ქვეყანა, მაგრამ იმდენი შინამტერია შიგნით, რომ მე არც არავისი არ ვარ შეშლილი შენი ჭირიმე და არის ხა ყველაზე კარგები ვართ და ყველაზე კარგი მთავრობა ყავს და რა ხალხის ვართ? კიდე კარგად არის ჩვენი ქვეყანა ამდენი მართლა გულით ვამბობ მოღალატის და უსაქმურის ხელში რა. კარგით. გასაგებია თქვენი პოზიცია 5-5-7-88-55-88 ეს ინტერაქტივია, მაუწყებლობთ ტელევიზიით მთელ საქართველოში, ხოლო რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 დედაქალაქში. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა და თქვენი პასუხი ჩვენ გვაინტერესებს. სურს გადავამოწმოთ სამთავრობო მედიით გაკეთებული განცხადებები, არის თუ არა სინამდვილე და რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ხალხი? ჩვენი საზოგადოება. ცხოვრების დონის გაუმჯობესებით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, გვეუბნება ტელეიმედი. აგრეთვე პრემიერ-მინისტრმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით პირველი ადგილი უჭირავს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი. ეს ჩვენი თემებია დღევანდელი, თუ კი ასეთი ბედნიერები ვართ, ხომ აი ბედნიერების ინდექსშიც რომ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ყოფილვართ, მაშინ რატომ ტოვებს ამდენი ქართველი საქართველოს და მიდის ემიგრაციაში? პენსიონერებს 350 ლარი, როდესაც პენსია აქვთ, შეიძლება ისინი ბედნიერები იყვნენ. ბავშვები, ყოველი მესამე ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება და სიღარიბეში ცხოვრობს. არ ვიცი, რომელი ერთი დავასახელოთ, მაგალითად დემოგრაფია. შემიძლია დავასახელო ის, რომ ყოველი 10 შექმნილი ოჯახიდან 6 განქორწინებით სრულდება. ესეც დემოგრაფიასთან არის ბმაში და კავშირში. არ ვიცი, მილიონამდე ადამიანი სოციალურ დახმარებას ითხოვს, ხო? დაფასებულად ცხოვრობენ თუ არა ვეტერანები, პენსიონერები, მეცნიერების და განათლების სფეროს მუშაკები და სხვა და სხვა. საერთოდ ადამიანი ფასდება? თუ არა, მაშინ ბედნიერი როგორ ვართ და როგორ გვაჯერებენ, რომ სოფლიოს საუკეთესო ათეულში ვართ ამ კუთხით. სარია, გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა, მოგესალმებით. ეს დღეს არის ესეთი საკითხი, რომ ანტექნება გადაიჯობეს და აი მისი მედი გვაქვს. მე მაგალითად რატო დურებიან ოცნებას ვეცავ ბევრ რამეში ევროპაზე წინააღმდეგია. აი მაგალითად თუ არავის გაუწევთ თბილისში ევროპაში, ევროპაში არ იქნება ამდენი დრაივერი, ამდენი ტაქსი, ამდენი ავტოსამარცხაო, გაუდა რა შემგულება ეს ხალხი ამ ჩამო. რითერ გაიგეს,
ეგენი არიან ფულის საშუალებლად მოსულები, მაგრამ ხალხის ძალა მოსკოვია ოკუპანტი, მოსკოვი კი არის ოკუპანტი, ოცნება ოკუპანტი, რომელმაც 1 მეტროვე შემატა ამდენი წლების მანძილზე, ვერც გამარტო, ვერც დაცინვალება. ესენი მუშაობა თავის თავს. გავიგეთ, მადლობა თქვენ ზარისთვის. სხვათა შორის თუ კარგად დავაკვირდებით, დღე არ გავა ისე რომ არ შევიტყოთ ქმარმა ცოლი მოკლა, ცოლმა ქმარი მოკლა, ოჯახური ძალადობის უმძიმესი ფაქტები, მკვლელობები. არ ვიცი ახლა ეს შეიძლება მასიურ ხასიათს არ ატარებს, მაგრამ ხშირად გვესმის ასეთი ფაქტები, თითქმის ყოველდღე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბედნიერი ვართ. კი, შეიძლება რაღაც დონეზე ბედნიერი ვართ, მაგრამ სოფლიო ათეულში ვართ ამ ბედნიერებით? ზარია, გისმენთ? ბედნიერია, ხოლმე. ხალხის ბედნიერი ვარ გეტყობა ჩვენ. ჩვენ ყველაფერს ხატაკიერი ვართ სოფლიოში. ხოდა ყველაზე უკანასკნელი ვართ ალბათ. ეხლა რევოლუციას კიდე არჩეველი რა, არჩეველი არჩეველი გას. სალიმოთ, არჩეველი სამწუხაროა, სწორია, დაცვა. როდა. დიახ. მადლობა, დაასრულეთ? კარგით, გასაგებია, რა საჭიროა არჩევნებიო, ხო ეს ალბათ ირონიით ნათქვამი იყო ბატონის მხრიდან. 5-5-7-88-55-88 ეთერშია ინტერაქტივი, გჯერათ თუ არა ხელისუფლების, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი. ხოლო საქართველო ცხოვრების დონის გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. როგორ უპასუხებთ, რა განცდა გაქვთ, როდესაც ისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების თუ სამთავრობო მედიის მხრიდან ასეთ განცხადებებს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ელია. მოგესალმებით. მე კაცავით ახლა აბსოლუტურად. რა არის იცით? 33-34 წელია კარგად ხედავს რა ანტიქართული ძალები მართავს. ნუ გააკმა უნდა გარედან. და თუ მართლა არსებობს ეს კონსერვატიულად მოახსნა. ძალები ხო შეიძლება ის ამბიცია გვერდზე გადაიწოს. თქმებს რომ აფლებ რაღაც 2-3% პუბლიციზმის და მე მილიონი 700,000 დაფინანს ამას ხო ხედავს ყველა 4 წელი კონსერვატიულმა ბიჭებმა რა აკიფოს ბიჭებმა ვინმე გაუძრა 4 წელი იბრძოდა ქუჩიდან არ გასვლა სახში բոլერე პარტია გაუძრა გვერდზე დიდი მადლობა კარგით მადლობა თქვენ კარგად ვერ გავიგე ვის ვინ დაუდგაო გვერდით რა ბრძანეთ მაგრამ მადლობა ზარისთვის რა თქმა უნდა საუკეთესო იქნება ასეთი პატრიოტული ძალების გაერთიანება მთლიანობაში მაგრამ ამ ველზეც ბევრი აზრთა სხვადასხვაობა ბევრი ერთმანეთის მიმართ მიუღებლობა არსებობს სამწუხაროდ ახლა მე ვამბობ ძალიან ცუდ რამეს მაგრამ ეს სიმართლეა და ეს არსებობს ყველა ფლანგზე ასე აბსოლუტურად შეუძლებელია რომ ყველა უცებ ერთ დღეს ერთი პარტიის ან ერთი გაერთიანების ქვეშ მოექცეს, იმიტომ რომ ზოგი ერთმანეთს პიროვნულად ვერ იტანს, ზოგი ერთმანეთთან დაპირისპირებულია, ზოგს უფრო მეტი ამბიცია აქვს. აი მაგალითად რაც პატრიოტთა ალიანსმა გააკეთა და თქვა რომ ღიაა ჩვენი კარები, ყველას ვთავაზობთ, მოდით და ერთად დავდგეთ, ერთად გავიდეთ არჩევნებზე, ხომ? ეს იყო მართლაც და არის პატრიოტული ნაბიჯი. ბევრი პარტია და გაერთიანება მოვიდა და გაერთიანდა და ერთად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ვისაც არ სურს, ვისაც მარტო უნდა ღმერთმა თავისი გზით ატაროს წარმატებით, თავარია რომ ბევრი იყოს კონსერვატიული და ეროვნული ძალა და საზოგადოება შემდეგ თვითონ გააკეთებს, რა თქმა უნდა, არჩევანს. ზარია, გამარჯობა. არ მჯერა შვილო და ვერც ვერასოდეს ვერ დავიჯერებ. მეც არაფერს არ ვიტყვი. კი ბატონო, მადლობა თქვენ ზარისთვის. რა დასაჯერებელია რომ ბედნიერების ინდექსით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია ცხოვრების დონის გაუმჯობესებით. შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია იმედის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს ცხოვრების დონის გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის ყურადღების მიღმა არც 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესი დარჩენილა. ამ შემთხვევაში საქართველოს
ლიდერთაგანია. 2012 წლის შემდეგ ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მერვე პოზიციაზე გავიდა. წერს ტელეკომპანია იმედი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. როგორ ფიქრობთ, ეს ასეა ნამდვილად თუ არა? ეს არის დღეს ჩვენი თემები ინტერაქტივში. გისმენთ? გამარჯობა, ეთერში ხართ. ალო, შეგიძლიათ დაიწყოთ, თქვენ ეთერში ხართ. უკანასკნელ დონეზე ვარ, არანაირი წარმატება არ აქვს საქართველოს. ყველაზე ბოლოში ვარ მსოფლიოში, ეკონომიკურად ჩამოშენებელი ვარ, საჭიროებულები ვარ და არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია გაქცევაზეა ხალხი. დიდი მადლობა თქვენ სარესთვის, მესმის, ნამდვილად ასეა. მილიონამდე ადამიანი ითხოვს სოციალური დახმარების დანიშვნას. ეს როგორი საგანგაშო მონაცემებია? ჩვენ ხო როგორი ისეთი ერი ვართ, ხომ გამორჩეული. სიამაყის დოზა და მაჩვენებელი ჩვენში უფრო მეტად საგრძნობი იყო და არის კავკასიურ ხალხებში განსაკუთრებით საქართველოში ასეა და ყოველთვისერიდება და წუხს მოქალაქე იმაზე რომ თავის პრობლემებზე ისაუბროს ან სახელმწიფოსგან ეს ძალიან დაბალი სოციალური დახმარება მოითხოვოს, მაგრამ მილიონამდე ადამიანი ითხოვს ამ დახმარებას. ზოგს არ აძლევენ, ზოგს უკვე დანიშნული აქვს. აი ასეთი მაღალი რიცხვი ფიქსირდება. ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს და ეს სიღარიბე არასრულფასოვან კვებამდე მიდის. და არასრულფასოვანი კვება ნელ-ნელა კლავს ბავშვსაც და უფროსსაც. ეს არის ბედნიერების ინდექსი და მსოფლიოს საუკეთესო მაჩვენებელია ეს. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით ბატონო ილია. გამარჯობა ჩემო ბატონო. ჩვენმა ხელისუფლებამ მიუღალდეს რომ გადაუწყო კაი ხალხია, ამას მე მგონი ბრმაც და ხუთს უნდა აღწევდეს. დიახ. და რაც შეიძლება წერან არტიფო ახსენეს. მე მაგათი ვერ გავიგე. ხალხო, აწოდეთ, შეხედეთ, პატრიოტარიანს მოდის როდიდან. შეიძლება დამორჩილებლების მოძრაობა. არტიფო მოვიდა მერე პატრიოტარიანს შეუერთდა. და იმ პერიოდში, როცა ძალაერთობაში ეს ხომ აიცით ხალხო, როცა საჭიროა რომ ერთობა გქონდეს, მაშინ გამოეცადა და განზე გავიდა. მე მგონი ეს არის მოღალატეობრივი საქციელი, არც მეტი და არც ნაკლები. 4 კაცი არიან სულთან დაწასული აქ ისეთი არადამსახურება აქ ისეთი რომ ზოგი ფანატურად რომ მიჩერებს. ძალიან უხერხულად გრძნობ თავს, კარგად გამიგეთ. დიახ. იქნება არ ფსურს იქნება ამაზე საუბარი. კარგით ხო თემაზე ხომ არაფერს დაამატებ ჩემო ბატონო? თემაზე ბატონოვილი ეხლა მე ტელევიზორს ვერ უყურებ და რაც მოვყარი ყური არის დღევანდელი ჩვენი თალობის ტრაბახი ასევა ისევა. დიახ, სწორად ეს ამაზეა გადაცემა. და საბჭოთა კავშირის პერიოდში ტარაბულგადაშტე ჩემი იყო ასეთი იუმორისტული ორი ადამიანი და თუ გინდათო ერთი მეტრო ძემო დილიქცაზე მიუშილეთ რადიოში და გაიქცე მოგწევო. აი ეს ვარიანტი იმაა. მადლობა თქვენს არისთვის. მე წარმატებებს უსურვებ ალტინფო ახსენეთ თქვენ და რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებთ. ყველას საკუთარი გზა აქვს, ყველას საკუთარი ბრძოლის მეთოდები აქვს და ისინი თუ ირჩევენ რომ მარტო შევიდნენ ამ ბრძოლაში, წარმატებებს უსურვებ მე ამ ეთერიდან. არანაირი პრობლემა არ გვაქვს ჩვენ მათთან, ძალიან კარგ ურთიერთობაში ვართ. შეგახსენებთ რომ პატრიოტთა ალიანსთან ერთად გაერთიანება რაც იყო, ის გაერთიანება ნარჩუნდება კვლავ, ერთად მონაწილეობენ ამ არჩევნებში, მაგრამ ალტინფო არ მონაწილეობს მათთან ერთად, დამოუკიდებლად გადის თავისი გზით და ამ გზაზე წარმატებებს უსურვებ მე და ასე ცოტა უხერხულად ვიგრძენი ამ ზარის შემდეგ, რაც ბრძანეთ თქვენ თავი და მინდოდა გამოხმაურება მაინც. პატრიოტთა ალიანსიც მინდა აქვე ვთქვა, რომ ზარი იყო რამდენიმე კვირის წინ ჩვენთან ეთერში, რომ აეხლაო პატრიოტთა ალიანსი რომ მოვიდეს ხელისუფლებაშიო, ქვეყნის მართვა შეუძლიათო? და ამაზე ვუპასუხე მე მაშინ და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ აბა გადავხედოთ ჩვენ პირველ ათეულს ქართული ოცნებისა, ვინც მართავს დღეს ქვეყანას. დავასახელოთ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე თუ რამდენიმე ადამიანი ერთი 10 კაცი ავიღოთ. შემდეგ ავიღოთ პატრიოტთა ალიანსში მყოფი 10 კაცი. მაგალითად თავმჯდომარეთ არხან მოურავი, დავითი ირმაინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, რომელი ერთი ჩამოვთვალო, არ ვიცი ახლა ოთარ ჭიტანავა, მალხას თოფურია, ირმა ცხორაგაული, ნანა დევდარიანი,
ჩვენთან ერთად არის გაერთიანებაში გურამ ნიკოლაიშვილი, მარინა ნიკოლაიშვილი, ძალიან გამოცდილი და ბრძენი ხალხი. შევადაროთ ეს პატრიოტთა ალიანსის ათეული და შემდეგ ქართული ოცნების ათეული. თუ ეს ათეული ქართული ოცნებისა ახერხებს რომ ქვეყანა მართოს, აქეთ მდგომი, უფრო გამოცდილი, უფრო ჭკვიანი და უფრო მცოდნე ხალხი, უფრო მეტი დამსახურების მქონე ხალხი ვერ შეძლებს ქვეყნის მართვას? შეძლებს ძალიან კარგად ეს მთავრობის დანერგილი პროპაგანდაა, რომ ჩვენ ნიჭიერები ვართ, ჩვენ შეგვიძლია მარტო, სხვა ვერავინ ვერ შეძლებს, აბა დამისახელე მე უკეთესი ვინ მოვა, ჩვენ თუ წავალთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ღირსეული, ძალიან ბევრი კარგი გვყავს ჩვენ ამ ქვეყანაში და შეძლებენ ისინი უფრო ღირსეულად, უფრო წარმატებისკენ წაყვანას რეალურად ამ ქვეყნისა, თუ კი საზოგადოების მხრიდან მასიურად მიეცემათ მათ ამის შანსი. მორიგი ზარია გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ბატონოილია. დიახ. ახლა კაცმა დარეკა ანტიფოსთან დაკავშირებით. თქვენ გეიხსენეთ მაგის ამბავი, ანტიფოს ამბავი, როდესაც არჩევნები იყო, ყველა გზა დაუკეტე, იმედა და თქვენ გამოუშვე. თქვენ არჩევნების თქვენ ხმად დაგართვათ მაგენმა და იმის ხმების იყო ხელისუფლება. დროუგუძის მაგენი არის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია. ძალიან გთხოვთ, უხერხულად გძნობთ. ხო უყურებ. ვერ შეხეთ, ახლა როგორ ღებულობთ? ცალკე არჩევნებში მონაწილეობას. ახლა როგორ ღებულობთ? თემაზე გთხოვთ, მე ვუპასუხე უკვე ამ საკითხს და ჩვენს თემაზე რას ფიქრობთ? ნუ გადაუხვევთ, გთხოვთ, ერთხელ უკვე თქვი ამ საკითხს. დაგვირება უნდა ისინი კი ბატონო, თქვენ გეუხერხულებათ, მაგრამ ხალხი ამას ლაპარაკობს უყველა. ეს იყო ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია. კარგით, ნახვამდის გასაგებია, მე არ ვიცი რა უპასუხო, ყველა მაყურებელს და რადიო მსმენელს თავისი შეხედულება და პოზიცია აქვს. მე ერთხელ უკვე განმარტება ვთქვი, რომ ამ ბიჭებს წარმატებებს უსურვებ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მომავალშიც ასე იქნება და უხერხულად გრძნობ თავს, როდესაც მათ მიმართ რაღაცა ესეთი კრიტიკული ზარებია, მაგრამ გთხოვთ, რომ თემას გამოვეხმაუროთ, მხოლოდ ნუ შევცვლით მიმართულებას. გისმენთ? ლო. გამარჯობა, ეთერში ხართ. გამარჯობა. დიახ. თქვენ როგორ გონიათ მთავრობა ისე თავისით აცხადებს ამ მონაცემებს, რომ არ არის მსოფლიო ბანკი და ის საქმის კურსში? აი ახლა გეტყვით ქალბატონო, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით არის ეს. თქვენ ესა და რატომ გონიათ თქვენ მოხვალ და აშენებთ ქვეყანას კაცო? ისე თავისით ტელევიზორს დაუწევთ. როგორ შეიძლება ამ ქვეყანას რამე ეშვებოს? რა ამბავია ხო ხედავთ? კარგით, მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით, რა თქმა უნდა, უფრო მეტის თქმა შეგეძლოთ ეთერში, თუ ტელევიზორს ხმას ბოლომდე გამოურთავდით. ასეთი ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევების ცენტრი, ასეთი ბუნდოვანი ორგანიზაცია საერთოდ არსებობს თუ არა, ისეთ სპეციალურებს არჩევენ ხოლმე სახელწოდებებს, რომ ეს ჟღერადი რომ იყოს. ბუნდოვან ორგანიზაციებს რაღაც კვლევებს ატარებინებენ, ვითომ საერთაშორისოა ეს ორგანიზაციები და ყვებიან შემდეგ, რომ ეს საქართველოს სისულელეებს ყვებიან სიმართლე ვთქვათ, რომ საქართველოს ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. კიდევ ერთი, ცხოვრების დონის გაუმჯობესებით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. აი ამ სისულელეებს ყვებიან და ჩვენ დავუჯეროთ ხომ უნდა? და ეკონომიკა თურმე ევროპაზე უფრო უკეთესი გვაქვს და ჩვენ სად ცხოვრობთ აბა? მე სად ცხოვრობ? იქნებ მე ვცხოვრობ რაღაც საშინელ ცუდ გარემოში, ქუჩაში რომ გავდივარ, უამრავ მათხოვარს და გაჭირვებულს ვხედავ და დაგვირეკეთ თქვენ და გითხარით, მიუმართავ ქართული ოცნების მომხრეებსაც, მათ შორის და ყველა მაყურებელს და რადიო მსმენელს, თქვენ რას ხედავთ, ისიც მოყევით. თქვენ როგორ ცხოვრობთ თვიდან თვემდე? პენსიონერებს ვკითხავ 350 ლარით, როგორ გაგაქვთ თვიდან თვემდე თავი? და თუ ხართ ბედნიერი, ესეც მითხარით ახლა ბოლოს არის ავტორი, კი ბატონო ბედნიერია, მაგრამ დანარჩენებს მიუმართავ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. სულ მალე პაკისტანში გაიგუძეს ეს ქალბატონის და მაგისტრაირების რა, ალბათ უბედურობ. იქ 400.000 თურქი მესხიდან მაგას აღარ ასალაპარაკო. უბრალოდ ბატონებს გავცემ ორი სიტყვით, თუ შეიძლება. ალკიფოს ელემენტარული ინფორმაცია თუ არ გაქვს, ხმარ უნდა მოიღო. არ შევცვალოთ ეს თემა, გქონდათ რა. არჩევნების წინ
აი ბიჭო შემოვიდა პატრიოტს არის ისე ცნობისთვის რა ჩემ ინფორმაცია მიიღო და მე ისე არლაქლაქო ლეგენები რა მადლობა დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის გთხოვთ არ ავწდეთ დღეს თემას ვისაუბროთ ეკონომიკური თვალსაზრისით რა ვითარება გვაქვს ცხოვრების დონე უმჯობესდება თუ უარესდება გჯერათ თუ არა ის ინფორმაცია რასაც გვეუბნება სამთავრობო მედია და ხელისუფლების წევრები ადასტურებენ ამას თავიანთ გამოსვლებში ზარია გისმენთ ალო დიახ გამარჯობა ჩემო ბატონო როგორ ახართ როგორ არ ამიშავს დიდი მადლობა ესე იგი განციფრებული ხართ ჩვენი არ იყო მთელი საქართველოს მოსახლეობა განციფრებულია კი პირველად გიძევათ ბოლოდან ხო აი კავკასიის მიხედვით კავკასიაში ნახეთ აზერბაიჯანი და სომხეთი ბჯობია და ვის უნდა ვაჯობოთ აი ვის ბჯობი ეს იგივე ის გორბის დაკვეთა აკეთებს ამას ქართული ოცნება ფულში ხდის მაგაში და უწერენ ამ დაი ბატონმა რო დარეკა მიულჰაუზენიო ნამდვილად გაასწრეს მიულჰაუზენს ნამდვილად აი მტყუილებში ქართული ოცნება ასწრებს ნახეთ ეხლა ერთ-ორ სიტყვას მეთქი არჩევნებზე ნახეთ საარჩევნოდ რა ხდება 13 კომისიის წევრია უბნებში აქედან 11-ია ქართული ოცნების არ უკადრებია ეს არც ნაციონალ მუდრობას არც შევარდნაძის თავრობას მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ ვიბრძოლოთ განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნები ადგილობრივი არჩევნები არის ფესვები თუ არ დავიწყეთ თუ ხე არ დავრგეთ მომავალი არ ექნება ამიტომ ყველა ქართველს მოუწოდეთ ხმა მიცეს პატრიოტთა ალიანსს რაც უფრო ბევრი იქნება წარმოდგენილი თუმცა არ არის გასაკვირი რომ მოხდეს ისეთი რამე აი როგორც მამა გაბრიელი ბრძანებდა როდესაც იმედი არ გექნებათ მაშინ იქნება გამარჯვება აი დიახ დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის მართლაც რომ ამ არჩევნებს მე ვუყურებ როგორც საინტერესო პროცესი შეიძლება ისეთი რამ მოხდეს რაც თქვათ წინასწარ ძნელი განსაჭვრეტია და ზოგიერთს ნიჰილიზმი აქვს ზოგიერთს თქვათ რაღაცა ფიქრობს რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება მაგრამ შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს იმიტომ რომ ახლა სულ სხვა მოცემულობა არსებობს 5-5-7-88-55-88 როგორ აფასებთ სახელმწიფო მედიის განცხადებებს რომ ცხოვრების დონით და ბედნიერების ინდექსით მსოფლიოს საუკეთესო 10-ში ვართ და 5-შიც კი ზოგიერთ შემთხვევაში ხოლო ეკონომიკის ზრდით ევროპაში ნომერ პირველ ადგილზე ვყოფილ ვართ და რეგიონში მათ შორის კავკასიაში ზარია გისმენთ გამარჯობა κύριε ბატონო ილია ისინი როატმასები სამთავრობო წრეები მართლა კარგად ცხოვრობენ წინ არიან ისინი წასული ისინი ყველანაირად არიან მომწეს 15000 მე ხელფასი პენსია მომწეს 1000 ლარი მომწეს მე ბედნიერად ვიხილები მე მახსოვს ერთი ორი კვირის უკან გამევიდა დინარაძე რა კაი ყოფილა სულ სახელმწიფოში ყოფილა კი ბატონო 15000 დეინიშნა ხელფასი ბედნიერია მე 5 ლარი რო გახდეს პური მისთვის არაფერს არ მოადგენს მაგრამ მე პენსიონერისთვის 10 კაპიკი რომ მეიმატოს უკვე ტრაგედიაა ჩემთვის რა კაია იგე თავის ჯომავენ იგერი ამ ინდექსებს წერენ თავის თავზე როგორ დადია კარგად კი ბატონო მაგრამ არ უნდა ვაპატიოს ეს ხალხმა არ უნდა ვაპატიოს ყველა უნდა დადგეს ერთად კი და ხალხი მევისწოროთ დიახ კარგად იყავით დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის რა თქმა უნდა თავს ბედნიერად ნამდვილად გრძნობენ ის ადამიანები ვინც მიეკუთვნებიან ხელისუფლების წრეს მათთან დაახლოებული პირები აგრეთვე მსხვილი ბიზნესის ელიტარული წრეები რომელთა სასახლეებით გადაივსო თბილისის შემოგარენი და ყველა კურორტი სავსეა საქართველოს კურორტები მაგალითად ქობულეთში ერთ-ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო რომ არის ერთი ღამით დარჩენა იქ ღირს 800 ლარამდე სავსეა ეს სასტუმრო ნამდვილად სავსეა კი ვინც იქ ისვენებს ვინც მსგავს სასტუმროებში ისვენებენ და ყოველ სეზონზე საქართველოში თუ უცხოეთში საუკეთესო პირობებში ახერხებენ დასვენებას ალბათ ისინი ბედნიერები არიან და ღმერთმა ბედნიერები ამყოფონ მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ პენსიონერი ბავშვი სოციალურად დაუცველი ვეტერანი
ის ადამიანები, ვისაც ძალიან უჭირს, რომ გვეუბნებიან ბედნიერების ინდექსით მსოფლიო ათეულში ვართო. ნუ თუ ბედნიერებას გაურბიან ჩვენი ქართველები, რომ წელიწადში 100,000 ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა გარბის ქვეყნიდან. ბედნიერებას არავინ არ გაურბის. ნუ გვატყუებთ. არ არის ეს ჩვენი საზოგადოება ასე მარტივად რომ წამოეგება ყველაფერს ისეთი. ზარია, გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხარ. გამარჯობა ხალბატონო, მოგესალმებით. ჩვიდობა მოგწევს, მესმა, მაგრამ ნაფერს ყუის ჩვენი თავრობა. რომელ ატვართ. მაშინ რატომ გარბის ჩვენი ხალხი საზღვარგარეთ? მეც ამას ვკითხულობ, დიახ. ბედნიერების ინდექსი. მაგრამ უნა მუსუ თავრობა ყავს. დიახ, სამწუხაროდ. რამეს ხომ არ დაამატებთ ქალბატონო? საქმელი ბევრი მაგბედია, მაგრამ მერიდება ილია თქვენი პირიმე. მერიდება თვითონ შემდეგ კიდევ დავრეკამ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მიიღეთ ჩემგან პატივისცემა. სხვათა შორის ჩვენ ხშირად გვიკავშირდებიან ეთერს გარეთ ციხიდან ან პატიმართა ოჯახის წევრები, ობიექტივს დიდი მაყურებელი ყავს ციხეებში და მინდა ამ ეთერიდან მოვიკითხო პატიმრები, ვუსურვო მათ მხნეობა, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და ყველა უკანონო პატიმარს გათავისუფლება ვუსურვო. ხოლო ვინც სამართლიანად ზის, იმას ღმერთმა ეს სასჯელი ღირსეულად აატანინოს. 5-5-7-88-55-88 გისმენთ? ალო, გამარჯობა თილია. გამარჯობა. ეს აი მორგი 1000 პური ялთაურობის. 1000. აი 1000 პური იქნება, მე უნდა გადავატინოთ რამენაირად. 1000 პურია. რასაც ამბობენ არასრულებ. რაც წარმოადგენს, რაც ცელანდება, მელას რაც ცელანდება და ის ესიზმრებოდა. აი კობახიძეს რაც ცელანდება, ის ესიზმრება. ჩემი წარმოდგენით, ჩვენ პირადი წარმოდგენა. მადლობა ყურადღებით. მადლობა თქვენ. ჩვენ დემოგრაფიაზე ხშირად ვსაუბრობთ ამ ეთერში. ყოველი შექმნილი 10 ოჯახიდან 6 სრულდება განქორწინებით. ეს ბედნიერებისკენ მიუთითებს ერის. უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება მაგალითად და ვიცით რომ გადაშენების პირას მყოფი ერების სიაში ვართ და 2050 წელს სუდად იქნება საქმე. დღე არ გავა ისე რომ არ გაიგო რომ ცოლმა ქმარი მოკლა, ან ქმარმა ცოლი მოკლა, ან შვილმა მამა მოკლა, ან პირიქით არ ვიცი. ყოველ დღე ეს ისმის მართლაც. არ მინდა ისე წარმოვაჩინო რომ ახლა ეს მკვლელობებში და რაღაც საშინელებებში ვართ და რაღაც ჯოჯოხეთის ცეცხლი გიზგიზებს საქართველოს მიწაზე. არა, არ მინდა ძალიან გაბუქებაც, მაგრამ არც ის არის, ვთქვათ, რეალური, რომ მსოფლიო ათეულში ვართ ბედნიერების ინდექსით. ზარია, გისმენთ? ალო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან გიყურებდა შექმნა ფედრე, როცა მოვიდა შეიცვალა. მაგრამ ეხლა აი არ არსებობს რომ იცით რა შედეგები არიან მეათიადმინო რა გამაგებია რა ეს ხო თვლილია აი უბრალოდ ბევრი თემაზე მინდა საუბარი არ არის დრო მაგდენი აი ნებისმიერი საბატყო ნახეთ შედი შესულა 3 ლარი იმ გაჭირებულ ავანტებს კიდე ეგ უნდა ერთსა გაჭირდები 10-15 ლარი მანქანის გაწევა უხეშად რო თქვა ესე კალაკურად ცეხები აქ დახუნილი ხალხო ცეხები აქ დახუნილი დავატყობოდი შესვლა 10 ლარი რო დაგიგდები მე ეს საფიარ კამერები მანქანის გადიხარ 20 კილომეტრით სუსათობებია გახვედა და ამ გარიმები არიან მეათიადმინზე კაცო აი როგორ შეიძლება რომ მეათიადმინზე იყოს ქვეყანა რომ ინგრევა დაიქცა ქვეყანა აი შეიძლება ნებისმიერ სამართლოფოთი შეიარეთ და ნახეთ ჯერ იქ რაც ჯდება ის ექიმების ამბავი და დანარჩენზე აღარ მინდა გითხრათ რა მოგო
ძირცხვილია ნაგავში ეკავცხავ ნაგვებს იქნებ მართლა მოხვიდეთ და ეხელოთ ამ საქართველოს მადლობა ჩემო ბატონო თქვენ ზარისთვის სხვათა შორის თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები რომელთა ღირებულებაც $10,000 ზოგიერთის $100,000-საც კი აღწევს რა საჭიროა $100,000-იანი ავტომანქანა საპატრულო ეკიპაჟისთვის 10,000-იანი ან 5,000-იანი მანქანით ვერ დადიოდა აქამდე საპატრულო პოლიცია იმ 200, 300 და 400,000-ით რაც ჯამურად ეს ავტომანქანები დაჯდა გაყიდონ ეს და ავარიული სახლები შეაკეთონ 10-ობით ავარიულ სახლს უშველიდა მარტო ეს ავტომანქანები ზარია გისმენთ და კიდევ ერთი რომ რესტორნებში და წვეულებების მოწყობაში იხარჯება 1000-ობით ლარი ყოველკვირეულად რაღაც საოცრებებს გებულობთ სახელმწიფო უწყებების მიერ ზარია გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ მოგესალმებით გამარჯობა საყვარელი ლოკასო კარგო ადამიანო მოგესალმებით მადლობა უკაცრავა თუ შეწუხებულება როდის წამოაყენეთ ხეს კანდიდატებს არჩევნებში ხომ არაფერს დაამატებთ სხვათა დავამატებთ თქვენი მხარდამჭერი ვარ დიდი მადლობა თქვენ ჩემო ბატონო ზარისთვის პატრიოტთა ალიანსი როგორც მე ვიცი ამ წუთასაც მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები და მუშაობს ამ მიმართულებაზე მალე გაირკვევა და უпростоრად შესაძლოა უკვე გარკვეულიც კი ამე როგორც ჟურნალისტი ასე თქვა ჩახედული არ ვარ ასე სიღრმისეულად მაგრამ მალე იქნება გამოქვეყნებული კანდიდატების ვინაობა როგორც რეგიონებში ასევე დედაქალაქში 557-88-55-88 ცოტა დრო გრჩება შეკითხვა ასეთია გჯერათ თუ არა ხელისუფლების რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაში. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა 19 აგვისტოს გააკეთა. ტელეკომპანია იმედმა კი ცოტა ხნის წინ გვაცნობა, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესებით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შევიდაო. რაღაც კვლევებს ეყრდნობიან და ამის მიხედვით ამბობენ. რას ფიქრობთ აგრეთვე სამთავრობო მედიის კიდევ ერთ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდა. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. არავით არის მსოფლიოს. მე გირეკავთ კაკაბეთიდან. მოკითხვა საგარეჯოს კაკაბეთს. მე ვარ ავტოფილაური. დიახ. მსოფლიოს ათეულში კი არ არის. მსოფლიოს ბოლოშია. კაიე? მინუსებშია. დიახ. ეს არის მკვდარი ქვეყანა, გაიგე? სიმშილისა წვეთამს ხარ. მაგათ აქვს ბევრი ფული. და ეგენ იძახიან თვითონ რო კარგად არიან, ყველა კარგად არიან. ხოგესმით? გავიგე ჩემო ბატონო, დიდი მადლობა. ეს მისამართი სადა გაქვთ, გაიგე? თქვენი ტელევიზია სად არის, ოფისი სად არის? დიახ. მისამართი ობიექტივის გახლავთ მიხეილ ბურძგლას ქუჩა ნომერი 33. მადლობა. მიხეილ ბურძგლა 33 ნომერი. მადლობთ. ნახვამდის, აქვე დრო ამოგვეწურა სამწუხაროდ, მალე გაიარა თითქმის 1 საათმა. ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვუძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს, ყველას გემშვიდობებით, ნახვამდის.